მოგესალმებით, ბათუმელები იწყებს ლაივს მემედაბაშიძის ქუჩიდან, სადაც ბოლო რამდენიმე კვირაა, შეიძლება ითქვას უკვე ერთი თვეა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აქ სამუშაოებს აწარმოებს შპს ბონდი 2009, შეიძლება ითქვას, რომ კომპანიამ სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დაასრულა. აქ დასრულდა ფილაქნის ამოყრის სამუშაოები, ასევე მოეწყო სანიაღვრე სისტემა, მოეწყო სანიაღვრე ჭები და როგორც ხედავთ კადრში, ასფალტის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. ქუჩის რაღაც მონაკვეთებზე უკვე დაგებულია ასფალტი და ასევე გრძელდება სამუშაოები. მინდა გითხრათ, რომ ეს სამუშაოები ბათუმის მერიამ ისე დაიწყო, რომ არც შესაბამისი ხელშეკრულება ყოფილა გაფორმებული, არ ყოფილა ტენდერი გამოცხადებული და არც ბიუჯეტში ყოფილა ეს სამუშაოები გათვალისწინებული. ამაზე ბათუმელებმა კითხვები დასვა, გააგზავნა კითხვები ბათუმის მერიაში, თუ რა ხდებოდა, რასთან ჰქონდა საქმე, როცა კომპანია იწყებდა სამუშაოებს, აგრძელებდა სამუშაოებს, თუმცა შესაბამისი ხელშეკრულება არ იყო. მართალია ამ კომპანიასთან მერიას ხელშეკრულება გაფორმებული აქვს 15 ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოებზე, თუმცა ამ ჩამონათვალში არ ყოფილა მემედაბაშიძის ქუჩის სამუშაოები. როგორც წესი, სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერია გეგმავს ბიუჯეტის დაგეგმვასთან ერთად და ვალდებულება აქვს, რომ ეს დოკუმენტი წარუდგინოს საკრებულოს, ხოლო შემდეგ საკრებულო ამტკიცებს ამ დოკუმენტს. ამ შემთხვევაში ამ სამუშაოების შესახებ ჩანაწერი ვერც ბიუჯეტში ვნახეთ, თუმცა როგორც გითხარით უკვე მერიამ ჩვენს კითხვებს არ უპასუხა. ბიუჯეტის პროექტიდან, ცვლილების პროექტიდან, რომელიც მოამზადა ბათუმელებმა, რომელიც მოამზადა ბათუმის მერიამ და გადაუგზავნა საკრებულოს დასამტკიცებლად, ვიგებთ, რომ შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში. ასევე სატენდერო ხელშეკრულებაში შეუტანია ცვლილება 20 მარტს, რომლის მიხედვითაც უკვე დაამატეს მემედაბაშიძის ქუჩა ბონდი 2009-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში. რამდენად შესაძლებელია ეს მოხდეს კანონიერად და რატომ მოხდა, რომ მერიამ მემედაბაშიძის ქუჩაზე სამუშაოები დაიწყო შესაბამისი ტენდერის გარეშე და მხოლოდ თითქმის დასრულდა სამუშაოები, ანუ ნახევარი სამუშაო შესრულებულია, შეიძლება ასე ითქვას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიტანეს ხელშეკრულებაში ცვლილება, ან რამდენად შესაძლებელია, რომ ამ მასშტაბის სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიმატოს კომპანიამ. მართალია ამ ცვლილების დოკუმენტში საუბარი არის, რომ გარკვეული სამუშაოები მოაკლდა კომპანიას, რომელიც მანამდე იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული, თუმცა რამდენად შესაძლებელია, რომ დარჩეს სამუშაოები იგივე ხარისხის, რაც მანამდე იყო გათვალისწინებული, თუ ამ კონკრეტულ სამუშაოებს ამოიღებენ ხელშეკრულებიდან. რასთან გვაქვს საქმე, ჩვენ ამ თემაზე სასაუბროთ დღეს ჩვენს ლაივში მოვიწვიეთ საკრებულოს წევრი ვაჟა დარჩია და მასთან ერთად განვიხილავთ ამ საკითხს. თხოვ ახლა ვაჟას, რომ შემოგვიერთდეს. ვაჟა, რამდენადაც ვიცი, საქმის კურსი ხართ უკვე, რომ ამ ქუჩაზე სამუშაოები დაიწყო ისე და ძირითადი სამუშაოები შესრულდა, რომ არ ყოფილა შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმებული და უფრო საინტერესო აღმოჩნდა შემდეგ ის, რომ კომპანიამ დაიმატა ეს სამუშაოები ისე, რომ ხელშეკრულების ღირებულება არ გაზრდილა. მოდი თან გავიაროთ, გთხოვ, რომ აქეთ ამ მხარეს გადმოხვიდე, თან ვაჩვენოთ კადრში რა სამუშაოები მიდის აქ და როგორია შენი მოსაზრება ამაზე, რასთან გვაქვს საქმე? მოგესალმებით პირველ რიგში. ნუ საქმე რასთან გვაქვს, ეს ახალი პრაქტიკა არ არის საქართველოს პირობებში, გასაკუთრებით მებარქებთან დაკავშირებით ხშირი იყო ეს პრაქტიკა, თუმცა წელს განამდვილებით, დაზუსტებით, საჯაროდ ითქვა ის, რომ არ იგეგმებოდა მემედაბაშიძის ქუჩაზე ქვაფენილის აყრა და შეცვლა. მემედაბაშიძის ქუჩა იყო ერთადერთი, სადაც ქვაფენილი დარჩებოდა
და იხსნა რომ ისეთი ქუჩა რაღაცა ალტერნატივისთვის მნიშვნელოვანია რომ ეს ყოფილი მემე დაბაჯის ქუჩაზე იყოს ეს სად და როგორ ვინა საკრებულოზე ეს თქვა მათ შორის ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე როცა ჩვენ მივკითხეთ რომ რა ქუჩებზე იყო საუბარი და სწორედ ამ მოტივით ეს ქუჩა არ იყო დოკუმენტში იმიტომ რომ არ იყო გეგმაში აღნიშნულ ქუჩაზე ყოფილი საქმე შემდეგ მოხდა ის ამბავი რომ უეცრად ნახეთ რომ დაიწყო პროცესი აიყარა შევამოწმეთ ბიუჯეტი არცად არაფერი ამ თემაზე საუბარი არ არის და აი 2 დღის წინ მომივიდა ასე ვთქვათ ცვლილება სადაც ეს ქუჩა ეწერა მხოლოდ ეს ქუჩა არის დამატებული და თანხა არის უცვლელი რაც რა თქმა უნდა აჩენს კითხვებს აქ ჩდება ორი კითხვა თუ ეს ქუჩა უნდა გაკეთებულიყო და შესაძლებელი იყო იმ თანხით გაკეთებულიყო რაც იყო გაწერილი იქამდე ეს ნიშნავს იმას რომ ის თანხა მაშინ იყო გაბერილი ან შემდეგ რაღაცნაირად ბიზნესთან მოხდა შეთანხმება და მოხდა ისე გაკეთება ამ ყველაფრის რომ ეს თანხა ეგრეთ წოდებულ მისიად თუ რაღაცა ფოსლეზე იქნება გადახდილი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ხო მათთვის გასაგებენაზე რო ითქვას და ეხლა რასაც როგორც ხსნი ვაჟა ეს ალბათ ლეგიტიმურად კორუფციაზე კითხვებს გააჩენს რა თქმა უნდა აქ თავარი კითხვა არის კორუფცია და აქ თავარი კითხვა ასევე არის მხარე ვინც ამ პროექტს ასრულებს ჩვენ ვიცით ეს კომპანია რო არის დაკავშირებული ქართულ ოცნებასთან კი არა ქართული ოცნება ფაქტობრივად ამ კომპანიის რატომ გითხარი ეს კომპანია ბონდი 2009 რომელიც ყოველწლიურად სხვათაშორის თქვენს მაყურებელს შევახსენეთ რომ აკეთებს ნაპირსამაგრის სამუშაოების სამუშაოებს ასრულებს და ვიცით რომ ყოველ წელს შტოლს მიახის სამუშაოები და მე ეს არის მთავარი კომპანია რომელიც ამ ინფრასტრუქტურას გზების ნაწილში აკეთებს ეს არის ბონდი 2009 ეს არის ლევანდოლიძის კომპანია და ლევანდოლიძე არის ჩემი კოლეგა ქართული ოცნები ლევანდოლიძე ასევე არის თქვენი კოლეგა საკრებულოს წევრი ალბათ მას ექნება პასუხები საკრებულოს მე დავსვა ამ კითხვებს რა თქმა უნდა ვაპირებ რომ დავსვა მათ შორის რაღაცა დოკუმენტის ფარგლებში ვიკითხო შაბათს არის ეს სხდომა სადაც ბიუჯეტში უკვე იქნება ეს საკითხი გათვალისწინებული თუმცა ჩვენ ვხედავთ ორშაბათს თუ მოხდება ამის დამტკიცება ფაქტობრივად ნახევარი სამუშაოები უკვე შესრულებულია და ეს კითხვა ჩნდება თუმცა ეს ახალი პრაქტიკა კიდევ ერთხელ ვიმეორებ არ არის იგივე ვთქვათ კუნძულთან დაკავშირებით ჩვენ გვახსოვს რომ ჯერ სამუშაოები დაიწყო მერე იქნა გაცემული სამუშაოებზე ნებართვა და იგივე ამბავი მოხდა სავარაუდოდ აქაც რომ რაღაცნაირად დაემატა ეს საკითხი არ ვიცი რა არის მიზეზი ანუ რამე ისე მკვეთრად დაზიანდა რომ აუცილებლობა გახდა ამ ყოფენელის აყრისა თუ რაღაცა ასეთ შემთხვევაში ალბათ შეიძლებოდა რომ ცვლილებებში ყოფილიყო ასაკული ან ჩანიშნულიყო სხდომა წინათვეში 2 რიგგარეშე სხდომა იყო და საკრებულო ხომ იმისთვის არსებობს რომ ამ ყველაფერს აკონტროლებს ერთ იმ მსგავსი ანუ არ ყოფილა ამაზე საუბარი გეგმაშიც არ იყო ამ ქუჩაზე მემე დაბაჯის ქუჩაზე ყოფენელის აყრა და ეს ითქვა და უცებ გახდა საჭიროება და რატო გახდა ეს საჭიროება ამ კითხვაზე თან ვაჩვენებთ შენი ხმა შემოდის ვისაუბროთ თან ვაჩვენებ რა ხდება ამ ქუჩაზე ფაქტობრივად უკვე ნახევარი სამუშაოები არის შესრულებული ეს მონაკვეთი არის დაახლოებით 500 მეტრიანი გამარჯობა ქალბატონო მანანა ეს მონაკვეთი არის დაახლოებით 500 მეტრიანი და 500 მეტრის სამუშაოების წარმოება აყრა დაგების თვალსაზრისით როგორ შეიძლება ისე რომ ამაში ფინანსური დგენელი არ არსებობს ეს კითხვა რა თქმა უნდა ჩნდება და როდის იარსებებს ეს მნიშვნელოვანი კითხვა იმიტომ რომ როგორც ვიცი რაღაცა ხელშეკრულება ეს შევიდა ცვლილებები ოღონდ ესეც რამდენიმე დღის წინ ფაქტობრივად ხო 20 მარტს მოხდა ამ ხელშეკრულების დაკორექტირება თუმცა ძალიან მარტივი იქნებოდა პროცედურა რომ გამოეტანათ საკრებულოზე და შემდეგ დამტკიცებულიყო ეხლა მესმის რომ ესეთ რაღაცები არ ხდება თუმცა თეორიულად გასაშვებია და შეიძლება მოხდეს ისეთი რამ რომ საკრებულო ვთქვათ ვარიო მესმის რომ თეორიული ამბავია ეს თუმცა შესაძლებელი ანუ არც დაუშვა მერიამ რომ შესაძლებელი იყოს საკრებულოს ამაზე უარი ეთქვა გაჩენოდა ხო ნუ ეს ახალი პრაქტიკა არ არის საკრებულო ყოველთვის ყველა ხელისაწევით მრავალი დასტურით და რევერანსებით იღებს ხოლმე იმ საკითხებს რასაც ქართული ოცნება შემოიტანს ხოლმე თუმცა თეორიულად წესით და პროცედურით ითვალისწინებს იმას რომ რა თქმა უნდა ეს რისკი უნდა არსებობდეს ერთი კითხვა მაქვს კიდევ რომც ყოფილიყო ანალოგიური სირთულის და ანალოგიური დანახარჯის ის სამუშაოები რაც ამოიღო
ესეც ალბათ კითხვებს აჩენს, იმიტომ რომ თუ რაღაც ხარისხზე იყო მანამდე გათვლა, შედგა შესაბამისი პროექტი, იმუშავეს სპეციალისტებმა და ამ პროექტის მიხედვით დაიწყო კომპანია მუშაობა და ამის შემდეგ ეს სამუშაოები ამოვიღეთ. ეს არაფერს გააფუჭებს, ეს კითხვაც ჩნდება და ანალოგიური სამუშაოები რომც იყოს ამოღებული. ასეთ შემთხვევაში მაინც რჩება პრობლემად. რა თქმა უნდა, მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში არის ის გარდა ამ ფინანსური ამბებისა, რაზეც ძალიან ბუნდოვანი პასუხი, მათ შორის არის დამოკიდებულება და პროცედურული აღრევა, ხო, მთელი ამბების და მთავარი კითხვა არის ის, რომ ის ქუჩები რაც ჩამონათვალში არსებობდა და რაც ჩამონათვალში დღემდე არის, უბრალოდ დამატებულია მემედაბარის ქუჩის ეს თითქმის 9 კილომეტრიანი მონაკვეთი, იმ ქუჩებზე ნაწილზე სამუშაოები ჯერ დაწყებულიც არ არის, ანუ ეკონომია გაკეთდა და ეს არგუმენტები ვერ იქნება, იმიტომ რომ იმ ქუჩების ნახევარი ჯერ გაკეთებული არ არის და ეკონომია მოხდება თუ არა, ამის წარმოდგენა ფაქტობრივად შეიძლება ვთქვათ, რომ ვერ მოხდება, ხო? ნახევარზე სამუშაოები დაწყებული არ არის და ამიტომ რატო ვერ მოხდა? ან თუ გასაკეთებელი იყო დეკემბერში, რატო ვერ გავიგეთ 19 დეკემბერს, როცა ბიუჯეტი დამტკიცდა მემეთავარის ქუჩა, რატო ვერ გავითვალისწინეთ? ან თუ გასაკეთებელი არ იყო, რა მოხდა ამ 5 თვეში? ისეთი რამაც მიიღო მიაღებინა მერიას და შესაბამის სამსახურებს ის გადაწყვეტილება, რომ აქ ქვაფენილი საყრა უნდა მოხდარიყო. არც ჩვენ არ გვცემს მერია პასუხებს მიუხედავად იმისა. ორშაბათს მე ვეცდები რომ ეს კითხვები დავსვა, საკრებულოს ხტომა არის საჯარო და ნახოთ რა კითხვებს გასცემს ამ ყველაფერს მერია და მათი. სხვათა შორის მივაქცევ ყურადღებას იმასაც, რომ როდესაც ჩვენ ვეცნობოდით მერიაში მიმდინარე პროცესებს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, ვეცნობოდით ასევე იმ დოკუმენტებს თუ როგორ იცვლებოდა დადგენილებებში ჩანაწერები და ერთ-ერთ დოკუმენტში ვკითხულობთ ასეთ ტექსტს, რომელიც არის მერის ადმინისტრაციის უფროსის მომზადებული მარიამ ხაზარაძის, სადაც წერს, რომ ჩვენი ვალდებულება არის საქვეყნოობა, საჯაროობა, ხაზს უსვამს ამას, რაც ცხადია, კარგია, მაგრამ როდესაც თითქმის 2 კვირაა, რაც მედია სვამს კითხვას, ძალიან მარტივ კითხვას, რომ რა მოხდა, თუ არ იყო ტენდერით გათვალისწინებული, არ იყო ბიუჯეტში გათვალისწინებული, აი შენ რა პასუხი გაქვს ვაჟა, რა შეიძლება მომხდარიყო, რომ იმ 15 ქუჩაზე არ ვიცოდი თუ არ იყო სამუშაოები დაწყებული, შენი ინფორმაციაა ეს და საჩქაროდ დაიწყო მემედ აბაშიძეზე შეიძლებოდა რომ მოეგვარებინა ეს ყველაფერი დოკუმენტურად, ალბათ შეიძლება არც ყოფილიყო საკრებულო წინააღმდეგი, ალბათ არ იქნებოდა. რა მოხდა? არავინ არ არის წინააღმდეგი ისა, რომ რაღაც გაკეთდეს. უბრალოდ თუ ეს გასაკეთებელი არ იყო 5 თვის წინ, რატო გახდა გასაკეთებელი 5 თვის შემდეგ? ეს არის მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, ეხა არავინ არ არის ეგეთი რაღაცა აზრის, რომ თუ გასაკეთებელი არ გაკეთდეს. პირიქით, უბრალოდ ამას ჭირდება დასაბუთება ახსნა და თავარი საქმე ვერ ის არის ეს, რომ მოსახლეობას აუხსნას მათი ფული სად მიდის და რაც შეეხება საჯაროობას 6 თვე გადის, მას შემდეგ რაც ბათუმის საკრებულო შეიკრიბა ახალი მოწვევის საკრებულო და მე ნანახი არ მყავს და ეხა რა საჯაროობაზეა ლაპარაკი, მე მგონი პასუხი ნათელია, ხო, საკრებულოს წევს მაგ არ ვიცნობ, შეიძლება ითქვას მერს პირადად, იმიტომ რომ ის არ დადის საკრებულოებზე, მისთვის არ არის საინტერესო მოისმინოს საკრებულოში რა ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ის ანგარიშვალდებული და ფაქტობრივად საკონტროლო არის, საკრებულო არის მისი მაკონტროლებელი ორგანო, მიუხედავად ამისა, ის საკრებულოში არ დადის და ეხლა საჯაროობა მერს თუ არ უნდა და ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის პირია საქართველოში პოლიტიკურ ლეგიტიმაციას გულისხმობ, მეორე თვითმმართველი ქალაქის პირდაპირ წესით არჩეული მერია. ანუ ჩვენ არც პრემიერ-მინისტრს მას შორის და არც საქართველოს პრეზიდენტს მსგავსი პირდაპირ პოლიტიკური ლეგიტიმაციით არ მირჩევთ. ავირჩიეთ ბატონი, მე არ ამირჩევია, ღმერთს მადლობა და პასუხისმგებლობა საკმაოდ უნდა მიმართულებით არ ვიღებ, თუმცა ბათუმელების დიდმა ნაწილმა აირჩია ეს ადამიანი მერად და აქ ეს პოლიტიკური ლეგიტიმაცია და ეს პოლიტიკური ლეგიტიმაცია ამ მასშტაბის და საჯაროობა ერთმანეთთან არის სრულად დაკავშირებული. თუ ამ საჯაროობას გამორიცხავს მერი, მაშინ მისი ადგილი ამ თანამდებობაზე რა თქმა უნდა არის. ვაჟა, მინდა ერთი კითხვა დაგისვა, ოღონდ ამ შემთხვევაში გულისხმობ კოლეგებსაც სრულიად საკრებულოს. როგორ ფიქრობ, საკრებულოს, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ არის თვითმმართველი ქალაქის საკრებულო, მაკონტროლებელია, ბიუჯეტს აკონტროლებს, მის დაგეგმვას აკონტროლებს და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ,
ჩვეულებრივად მიიღებს მერის ასეთ თვითნებობას თუ დასვამს კითხვებს და საკმაოდ მკაცრი იქნება. თუ პირდაპირ გამოაცხადებს, რომ არაუშავს მერ შეუძლია ისე გააკეთოს, როგორც მას სურს, მით უმეტეს რომ საკრებულოს ხდომაზე არც ცხადდება და 6 თვის განმავლობაში ერთხელ ვერ მოიცალა, რომ მოვიდეს საკრებულოს ხდომაზე, ხო? როგორ ფიქრობ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? მოდი პარალელურად ვაჩვენებ რა ხდება აქ. მოდი ამაზე გვიპასუხე მას შემდეგ რაც გავიწევით ცოტა იქით, მანამდე ვაჩვენოთ რა ხდება მემედაბაშიძის ქუჩაზე, მუნიციპალური ინსპექციის მანქანა შემოდის, როგორ გაიარეთ და ჩვენც გავივლით. როგორც ხედავთ და ტექნიკის ხმები რომ არ შემოვიდეს და უფრო კარგად მოისმინოს მაყურებელმა, ამიტომ ამის შემდეგ გავაგრძელოთ რა რეაქცია ექნება საკრებულოს, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ძლიერი საკრებულოა მერის თვითნებობაზე. ამ მიმართულებით მე მეორე მოწვევაა თუმცა საკრებულოს წევრი ვარ და როცა თქვენ ჩაგერთეთ, მაშინ ვთქვი, რომ ეს ახალი პრაქტიკა არ არის და როცა მაგალითად ჩვენ გადავეცით მიწა ამბასადორ ჯგუფს, რომელიც კუნძულს აშენებდა და გვით მოგმართა ჩვენ და გვითხრა რომ მე სამუშაოების საწარმოებლად იქ წირდება მიწა და ეს მიწა სხვაშორის ლარად გადავეცით და ლარი ეხა რაღაც თქვენ მაყურებელთ კარგად იცის ეს ფასები და ამბასადორ ჯგუფს, რომელსაც ფინანსური არანაირი პრობლემა არ აქვს, უნდა გადავცეთ რამე ლარად, ეს საერთოდ მეორე ამბავია, თუმცა მაშინ ჩვენ გადავეცით პროცედურულად მოგმართეს, თუმცა სამუშაოების ნაწილი უკვე იყო დაწყებული და მაშინ ეს ძალიან დიდი ოვაციებით მიიღეს და ეხა თუ მაშინ მიიღეს ოვაციებით, ეხაც ამას რაღაცნაირად არ მოყვება ის ამბავი, რომ ჩვენ რაღაცა ანუ მინიმუმ კითხვებს არ დასვამს მაგალითად ოცნების უმრავლესობა? არ დასვამს არავინ კითხვას, ამ კითხვებს თუ დავსვამ მე და ერთი მთავარი ამბავი კიდევ შევახსენებ თქვენ მაყურებელს, კარგად გახსოვთ მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მარშრუტკები, ეგრეთ წოდებული, რომლის დადგენილი ფასი საკრებულოს მიერ იყო 50 თეთრი და ჩვენი მოქალაქეები ამ ტრანსპორტით სარგებლობისას იხდიდნენ 70 თეთრს, იმიტომ რომ საკრებულო ვერ ახერხებდა ამ მარშრუტის მძღოლების რაღაცნაირად ახსნას იმისა, რომ 50 თეთრი იყო საკრებულოს მიერ დადგენილი ტარიფი. ანუ ამაშიც კი იმდენად რაღაცა ინსტიტუციურად იმდენად არასწორად მოიქცნენ, ხო? ანუ საკრებულომ ვერ შეძლო თავისი დადგენილი ტარიფის სისულეში მოყვანა და ეხლა ესეთ დამოკიდებულებაზეა საუბარი, ესეთი დამოკიდებულება აქვს მათ თავისი როლის მიმართ და თავარი არის რომ ეს კითხვები დავსვათ, ეს კითხვები რა თქმა უნდა იქნება პასუხისმგებლობები, თუმცა პასუხის გაუწევნობაც მოქალაქეებისთვის დიდი ნაწილისთვის არის პასუხი და არის დამოკიდებულება იმისა, რომ ქართული ოცნებისთვის თვითმმართველობა, საკრებულო ეს არის რაღაცნაირად ის ინსტიტუტები, რომელსაც მხოლოდ დასამოწმებლად იყენებს ქართული ოცნება და ამიტომ ეს წინააღმდეგობა, რომელიც რაღაცა დონეზე შეიძლება მცირე, მაგრამ ჩვენ შევძლოთ რომ დავსვათ ეს კითხვები და მოსახლეობა არა რა თქმა უნდა კომპეტენტური და არა რაღაცნაირად ხარისხიანი პასუხები, თუმცა რაღაც პასუხები მაინც მიიღოს, არის მნიშვნელოვანი. ერთ საკითხს მინდა შევეხო კიდევ, რაზეც საზოგადოებას ჰქონდა ძალიან მწვავე რეაქცია. ბევრი კითხვა, ბევრი შეფასება დაიწერა, მათ შორის დაიწერა შეფასება პოზიტიურიც, ასე ვთქვათ, იცავდნენ საკრებულოს თავმჯდომარეს კრიტიკისგან და ეს ეხებოდა სატელეფონო ლიმიტების დაწესებას. მე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საკრებულოს აპარატის უფროსმაც დაწერა განმარტება ჩვენს დაგვიწერა კომენტარი რაულ ბოლქვაძე, ისევ საკრებულოს აპარატის უფროსი ხომ არის, არ მეშლება კი ბატონო და მან ჩაწერა, რომ რატომ არის ასეთი ხმაური, ეს პრაქტიკა არსებობს. შეიძლება ეს პრაქტიკა არსებობს დიდი ხანია, მაგრამ რადგან გამოვიდა ეს საკითხი და უნდა დაამტკიცოს საკრებულომ, ეს იმას ნიშნავს, რომ ლიმიტები იზრდება, ხო? ვაჟა, შენ თუ გეძლევა სატელეფონო საუბრისთვის, თუ გაქვს რაიმე ლიმიტი, როგორც საკრებულოს წევრს, რამდენადაც ვიცი, არ ხარ საკრებულოს თანამდებობის პირი და შესაბამისად არ გაქვს მაღალი ხელფასი. რამდენია შენი ლიმიტი და როგორ ფიქრობ, 70 ლარი, რაზეც ჰქონდა მოქალაქეებს რეაქცია, რომ აი 35 ლარიანი პაკეტი არსებობს, რაც მთელი თვე ყოფნით და ამიტომ ჰქონდა მოქალაქეებს რეაქცია. აი რას გვეტყვი ამაზე და გაგვიმხილე ასევე შენი ლიმიტი რამდენია? წინა მოწვევაში, მას შემდეგ რაც პოლიტიკური კრიზისი იყო, თქვათ 6-7 თვის შემდეგ გავხდი საკრებულოს წევრი, მათ შორის წინა მოწვევის 21 წლის მოწვევის და როგორც კი საკრებულოს წევრი გავხდი,
მომცეს ნომერი, ეგრეთ წოდებული კორპორატიული ნომერი და მითხრეს, რომ ამ ნომერზე იქნებოდა 50 ლარიანი ლიმიტი და იმის შემდეგ ყოველთვის პირველ რიცხვში მე ეს 50 ლარიანი ლიმიტი მერიცხებ. ანუ თავისით ხდება განახლება? ჩვეულებრივად თან ხარ. და ეს კორპორატიული ხო გარკვეულ შეღავათებსაც ითვალისწინებს, ამიტომ არის კორპორატიული. არ ვიცი რა ითვალისწინებს, მე ეს თან ხარ რომ მერიცხება, ჩემთვის სრულიად საკმარისია იმისთვის რომ რაღაცნაირად ეს ულიმიტო პაკეტი ეგრეთ წოდებული ჩავთოთ და რა თქმა უნდა ამ მიმართულებით ვიყენებ. და ყველასთვის საკმარისია, იმიტომ რომ აქ თანამდებობას ტარიფები არ ითვალისწინებს, ხო? თუ უფრო რაღაცა დიდი თანამდებობა ხარ, მით უფრო ძვირი ეს ტარიფები არ არის და ნუ 70 ლარი არ არის, ხა ის თან ხარ, ასე შეიძლება ესე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ამბად ჩვენ ქალაქში სამწუხაროდ 70 ლარი კი არა, ბევრად ისეთი რაღაცები ხდება და ბევრად იმდენ ფულს აკეთებს ჩვენი ხელისუფალი და 70 ლარი შეიძლება სალაპარაკო არ იყოს, თუმცა ხო ულიმიტოზე მეც რას ვლაპარაკობთ, ეს ძალიან ირონიული და ძალიან ისეთი კითხვა, რომელიც შეიძლება მოქალაქეს გაუჩნდეს, ხო? თუ ლიმიტო პაკეტის ხადია რომ გაუჩნდა, იმიტომ რომ გამოთხმაურება იყო. აკმაყოფილებს ის თანხა, რაც აქამდე ერიცხებოდა, მე ვერ გეტყვით თანამდებობის პირებს რა ქონდა სხვაობა, თუმცა თუ 70 ლარი გახდა, ნიშნავს რომ იმაზე ცოტა ქონდა, ხო? 50 ლარი მე თუ მქონდა თანამდებობის პირს მინიმუმ 50 ლარი ეკნებოდა. ერთი საკითხი არის. ამიტომ ამ მიმართულებით ეს რიტორიკული კითხვა არსებობს, რომ ულიმიტოზე მეც რას ვლაპარაკობთ. ეს ან რიტორიკული კითხვა არის და ნახოთ რა პასუხი გვექნება ამაზე, რომ ვიტოცავით. ერთი საკითხი არის კიდე, რომელიც ასევე განვმარტოთ ჩვენი მაყურებლისთვის და დავასრულებთ ალბათ ჩვენს ლაივს. როდესაც წერს აპარატის უფროსი, რომ ეს არის დიდი ხანია და ეს არის გათვალისწინებული პროცედურულად უფლებამოსილების ხარჯია და საკრებულოს თავმჯდომარეს ეკუთვნის. შეუძლია თუ არა, რომ აგვიხსნა როგორც საკრებულოს წევრმა, როგორც თავმჯდომარეს თქვას, რომ ეს ლიმიტები არ არის საჭირო ამხელა, მოდი შევამციროთ და იყოს იმდენი, რამდენიც ყოფნის ამ ულიმიტო პაკეტს. მაგალითად 35 ლარით შეგიძლია ისაუბრო მთელი თვის განმავლობაში, ხო? ამის გაკეთება ხომ შეუძლია თავმჯდომარის? რა თქმა უნდა. მე მგონია წინააღმდეგი იყოს მსგავსი ინიციატივა რო გაჟღერდეს და არ ვიცი ახლა მე პროცედურულად ეს შესაძლებელია თუ არა, მაგრამ ახლა არ მგონია რომ ამითი რაღაცა კონსტიტუციასთან და რეგლამენტთან და რაღაცა დოკუმენტებთან სამართლებრივად მოდიოდეს რაღაცა იმაში, ხო, პრობლემა იყოს ამ მიმართულებით და ამიტომ არ ვიცი ახლა ძალიან მარტივი კითხვაა ეგ და ძალიან მარტივად შეიძლება ამაზე პასუხის გაცემა, რომ კი, რაღაცა ახლა თუ აქ საუბარია თქვა საერთაშორისო ზარებზე და ასე შემდეგ, ეგ სხვა ამბავია. შეიძლება საერთაშორისო ზარებისთვის არის საჭირო. ხო, თუ ამაზეა საუბარი, ესეც შეიძლება არგუმენტია და ვიღაცა შეიძლება მოეწონოს, ვიღაცა შეიძლება არ მოეწონოს, თუმცა არგუმენტია, ხო? ინტერნეტის ეპოქაში საერთაშორისო ზარებიც ვიცით, რომ ძალიან მარტივია, სხვადასხვა ქსელით განვახორციელოთ, ხო? თუმცა ეს კითხვა არის, მე არ ვიცი რატომ მოხდა ამის გაზრდა, იმიტომ რომ მე უკვე მე-5 წელია ეს ტარიფი ამ ფორმით მაქვს, უბრალოდ ხან ხდება, რომ გადავდივარ მაქთიზე, ხან ხდება, რომ პორტირდები ჯეოსებზე, ეს ცვლილებები მახსოვს, თუმცა ტარიფთან ცვლილება არ მახსოვს. მე განსხვავება რო არსებობდა, სიმართლე რო გითხრათ, ამ ტარიფში ისიც არ ვიცოდი, ეხლა გეგონა რომ ყველა 50 ლარიანი ეს ერთნაირი ხონდა, ეს კითხვა არასდროს არ გამჩენია, რომ რაღაცა არც იმის უკმაყოფილება რო უაიდე და არ ყოფნის ეს ტარიფი და ასე შემდეგ, თუმცა ხო, ისიც არის, რომ ეხლა არ ჟღერს საზოგადოებას, რა თქმა უნდა, შევა კითხვა, როცა თუმცა როცა 9600 ლარი გაქვს ხელფასი, შეიძლება ტელეფონის ხარჯი საკუთარი ხელფასიდანაც გაიღო. კარგი, ერთი წუთით არ გავიწიოთ. ერთი კითხვა კიდევ, უბრალოდ მინდა რომ მოვეხმაუროთ მოკლედ ამ ამბავს, საკრებულოს წევრი ხარ და ნახავდი რამხელა გამოხმაურება მოჰყვა და როგორ გულიწყდებათ მოქალაქეებს, რომ ისტორიული შენობები ქალაქში ქრება და ფაქტობრივად ასე თუ გაგრძელდა შეიძლება მალე აღარაფერი აღარ დარჩეს. მეორე მოწვევის საკრებულოს წევრი ხარ, ასეა, ხო? როგორ ფიქრობ, დაასრულებ ისევ ამ მოწვევას, რომ ქალაქს გენგეგმა ექნება? მე როცა პირველად გავხდი საკრებულოს წევრი, ჩემი თავარი კითხვა ეხებოდა პირველი ვესტომაზე გენგეგმას და მაშინ ძალიან დიდი აგრესიით, ძალიან დიდი რაღაცა დაჟინებული პათოსით მითხრეს, რომ ძალიან მალე რამდენიმე დღეში ეს გენგეგმა იქნებოდა. თუმცა მე ბოლოს როცა ამ ყველაფერზე ვიკითხე, მათ შორის როცა ვიკითხე თქვათ იგივე იმ ჯგუფთან, ვინც აკეთებს ამ სამუშაოებს, მითხრეს, რომ თითქოს ბოლოსია ეს ყველაფერი მისული, თუმცა მე ვიყურებ უკვე, რომ მეოთხე მერია ქალაქში
ზოგმა მოწურა, ზოგი სამითვით იყო, ზოგი ვერ მოწურა, ზოგი სადარი არ ვიცი, ზოგი შეიძლება ციხე ემუქრებოდეს სამომავლოდ, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ქალაქს თავარი დოკუმენტი, განაშენიანების თავარი დოკუმენტი და იმ ქალაქში, სადაც განაშენიანება თავარი ამბავია, მათ შორის ფინანსურად, მათ შორის დასაქმების მიმართულებით არ არის. ის კანონები, რაც არის მათ შორის ეს 50 მეტრიანი, ასე ვთქვათ, შეზღუდვა ძეგლიდან, ხედავთ, რომ არ სრულდება ძეგლიდან კი არა, ძეგლში ხედავთ რა ამბავია ბულვარის მაგალითზე, ხო? ამიტომ აგერ ახლა კლდიაშვილის ქუჩაზე რომ გადავიდეთ, ნახავთ როგორ არის გადაკეთებული ძეგლი. ნახავთ, რომ 8 სართულიანი მოგარქვა 13 სართულზე ასული და მე იმეც ვიტოვებ, ხო? ამ სახის პასუხისმგებლობა მაინც და უბრალოდ რაღაცა თავმოყარეობის ამბავია, რომ ეს ამბავი მივა ბოლომდე და მე ვცდილობ, რომ ეს საკითხი რაღაცნაირად ყოველთვის დღის წესრიგში დავაყენო და იმეც ვიტოვებ, იმიტომ რომ ჭირდება ამ ქალაქს არა თუ რაღაცა ის არის ისე ხომ არ მოხდება რომ მივიღებთ როცა აღარ დაჭირდება. ხო, სამწუხაროდ არის რომ ძალიან ბევრი რაღაცა დაზიანდა ამ მიმართულებით, თუმცა ამ ქალაქს მაგაზე მეტად დღეს არაფერი არ ჭირდება და იმეც ვიტოვებ, რომ რაღაცნაირად იქნება ამაზე სამუშაოები, იმიტომ რომ ჩვენ ამაში ფული გვაქვს. თუმცა გვახსოვს ჩვენ ისიც რომ როდესაც ბულვართან დაკავშირებით მოვიდა, საკრებულომ თქვა რომ აქედან მინიმუმ 2 შენობა უნდა ამოვიღო, იმიტომ რომ არ მომწონს როგორც არის. გვახსოვს ჩვენ, როცა ფუნქციური ზონები გენგეგმის მიღების შემდეგ შეიცვალა. თუმცა მოდი ჯერ მივიღოთ ეს დოკუმენტი და მერე ვიჩხუბოთ თუ ეგეთი რაღაცები მოხდება და ჯერ სამწუხაროდ მიღება არის პრობლემა და იმეც ვიტოვებ, რომ ბატონი ცინცაძე ამ ფორმით მაინც რაღაცა საკუთარ თავზე აიღებს, იმიტომ რომ უბრალოდ რაღაცა საკუთარი უფლებამოსილების დაცინვა, როცა ყველა მერის თავარი დაპირება არის ამ ქალაქში გენგეგმის მიღება და ისე ასრულებენ ეს ადამიანები საკუთარ პოლიტიკურ მოღვაწეობას, ზოგი პოლიტიკურ მოღვაწეობას კი არა, ემიგრაციაში წავიდა მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც ასევე ძალიან დიდი გულშემატკივარი იყო თითქოს, ხო, ამ გენერალური გეგმის ამოწურა, რაღაცა ისეთი ამბებიც მოხდა მისვლით და ეს დოკუმენტი მაინც ვერ მივიღეთ და იმეც ვიტოვებ, რომ ეს ჩვენი ფული, ეს ჩვენი რომელიც გადავიხადეთ ამ ყველაფერში, ეს არ არის ცოტა, გარდა ამისა, ის ჩვენი სურვილი და საჭიროება რაღაცაირად დადგება, გახდება მნიშვნელოვანი და ბოლოს და ბოლოს ჩემი საკრებულოს ვადის ამოწურვამდე მაინც ამ ქალაქს ეგრესება დოკუმენტი, რომელიც რაღაცნაირად თავს მოუყრის მაინც ამ ყველაფერს და ამ დოკუმენტის აღსრულების მოლოდინი შეიძლება არავის არ კონდეს დიდად, მაგრამ მოდი ჯერ ვიღოთ და აღსრულებაზე მერე ვისაუბროთ, იმიტომ რომ დოკუმენტების აღსრულება ბულვარის მაგალითზე ნახეთ, რომ 22-ში მივიღეთ და 26-ში დაიწყო აღსრულება და აქ დოკუმენტიც არ გვაქვს მიღებული, ხო, იმედია ხვალდაზე ნებართვების გაცემისასაც ბულვარის გენგეგმას იქნება დაქვემდებარებული გადაწყვეტილებები. არ მგონია რომ ეგ ესე იყოს, იმიტომ რომ ბულვარის გენგეგმა რო იყოს პრიორიტეტი და ბულვარის გენგეგმით რომ მიდიოდეს პროცესი, მაშინ ვისაუბრებდით G17-ზე, მაშინ ვისაუბრებდით სანრემოზე, მაშინ ვისაუბრებდით იმ პრობლემებზე, რაც ბულვარში არის და ეს ხომ არ არის შემთხვევით რაღაცნაირად გადალაგება რესურსების განაწილება, იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც ბიზნესს აკეთებდნენ ბულვარში, იყვნენ დაკავშირებულები წინა მერთან, წინა თავმჯდომარესთან და ეხა ისინი აღარ იზავენ და ახალი თავმჯდომარე და ახალი მერი შეუშვებენ იქ თავიანთ საცეცებს, ეს ხომ არ არის შემთხვევით, იმიტომ რომ გენგეგმასთან ნახეთ, რომ თავსებადობა არ არის. თუ არის, ყოველ შემთხვევაში არის შერჩევითი, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში შეიძლება გითხრა, რომ ჯერ მიდის პროცესი. 17 უნდა ავაშენოთ, წვენების ჯიხური უნდა დავანგრიოთ, მაგრამ სანრემომ მთელ სანაპიროზე რაღაცა ახალი, რაღაცა წარმოუდგენელი მასშტაბის შენობა უნდა დადგას. მაშინ როცა თავარი ამბავი ამ გენგეგმაში არის ის, რომ სანაპირო ზოლში ფუნდამენტური მშენებლობები არ უნდა იყოს. თუ გენგეგმაა პრიორიტეტი, მაშინ ისინი რატო შვებიან? თუ გენგეგმა არ არის პრიორიტეტი, ხომ არ არის შემთხვევით ეს რაღაცა რესურსების გადანაწილების ამბავი და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, მე მაგაზეც ვაპირებ საუბარს, რომ თუ გენგეგმა არის პრიორიტეტი, იმ გენგეგმაში ძალიან ბევრი საკითხია, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია და ბათუმელებმა რომ ნახოს ეს დოკუმენტი, ჩვენმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ რომ გავიხსენოთ, ძალიან კაი დოკუმენტია და რაღაცა ჟარგონზე რომ თქვა, მოგვეწონო გაგვისწორდებოდა ბათუმელებს ეგეთი ბულვარი და ну, რა თქმა უნდა, ის ჩანაწერი პრობლემური ამბასადორთან დაკავშირებით არსებობს, თუმცა ამბასადორზე მარტო ამბასადორთან დაკავშირებით არა მოუღიათ ჩანაწერი. ამბასადორთან დაკავშირებით თქვეს, რომ ის რაც მიიღეს, ну, ის ასევე კორტები. კი, კორტებთან და შენიშვნა მიიღეს, ხო? ესეც წარმოუდგენელი ამბავია, ფულს თუ ვიხდით და გვეუბნებიან ექსპერტები, რომ თქვათ, ეს შეუსაბამოა, არა, თუ თქვენი ცოდით მომზადება, მოგემზადებინათ მაშინ. შეუსაბამო რა იყო, მაშინ ამაში ფულს რატო ვიხდიდით, ხო? თუმცა ამ ყველაფერზე ვსაუბრობ და
ამიტომ მნიშვნელოვანი კითხვა ვნახოთ, იმეც ვიტოვებ, რომ გენგეგმა არის მოწოდება და გენგეგმა არის მთავარი, რითაც ბათუმის ბულვარი დღეიდან უკვე სამომავლოდ განაშენიანდება, თუმცა პრაქტიკა ამის დიდ რაღაცა მოლოდის და საფუძველს მე არ მიჩენს. მადლობა. იმედია ვწდები და ეს ყველაფერი ესე არ არის. მადლობა, ვაჟა დარჩია საუბრობდა ჩვენთან ბათუმის საკრებულოს წევრი, დავემშვიდობები მას. ვიდრე გავთიშავდე ლაივს, მე გაჩვენებთ კადრში მემედ აბაშიძის ქუჩას, რაც იყო დღეს ჩვენი საუბრის მთავარი თემა, როგორც ხედავთ ჩაკეტილია ქუჩა ნაწილობრივ, აქ შეიძლება ავტომანქანებისთვის გადაადგილება ლუკა ასათიანის კვეთაში, თუმცა მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან შემოსვლა არ შეიძლება. შეგახსენებთ ისევ, რომ ჩვენი ლაივის მთავარი თემა იყო დღეს ის, რომ ამ ქუჩაზე სამუშაოები ისე დაიწყო, რომ არც შესაბამისი ტენდერი ყოფილა გამოცხადებული და არც ბიუჯეტში იყო ეს სამუშაოები გათვალისწინებული. მოგვიანებით შეიტანა ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურის სამმართველო ხელშეკრულებაში ცვლილება, რომლის მიხედვითაც ბონდი 2009 დაიმატა მემედ აბაშიძის ქუჩა ისე, რომ ხარჯები არ გაზრდილა, რამდენადაც ჩანს სატენდერო დოკუმენტებში, ჩანაწერებში, რამდენიმე სამუშაო, რაც იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული, მოაკლეს კომპანიას, თუმცა ესეც იწვევს კითხვებს, თუ იყო პროექტი მზად, სპეციალისტებმა იმუშავეს ამ პროექტებზე და პროექტის შესაბამისად მუშაობს ბონდი 2009, მაშინ როგორ მოაკლეს ეს სამუშაოები, როგორ ამოიღეს ხელშეკრულებიდან, ხომ არაფერი დაზიანდება ამის გამო და 30 მარტს არის საკრებულოს სხდომა, სადაც სხდომაზე იქნებიან მერიის წარმომადგენლებიც და შესაძლოა იქ კონდეს რაიმე პასუხი მერიას, რატომ ასე საჩქაროდ დაიწყო კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების და შესაბამისი შეთანხმების გარეშე. როგორც ჩვენთან საკრებულოს წევრმა ვაჟა დარჩიამ ისაუბრა, მას ეს უჩენს კითხვებს, როგორც კორუფციაზე, ასევე უჩენს კითხვებს, რამდენად ეფექტურად ხდება დაგეგმვა, მართვა და რამდენად ეფექტურად ახერხებს საკრებულო, რომ ეს მართვა, დაგეგმვა და შემდეგ ამ პროექტების განხორციელება აკონტროლოს. მადლობა, რომ გვიყურეთ ამ და სხვა თემებზე გაეცანით სტატიებს ბათუმელები ჯიზე. მადლობა.